მოგესალმებით, მეგობრებო. Ასე ვაგრძელებთ მატერიალიზაციის მიზნის, მატერიალიზაციის თემას, საკითხს. წინა ვიდეოში დავიწყეთ პირველი მონაკვეთით, ანუ პირველი ნაბიჯით, წინააღმდეგობასთან მუშაობა. და საერთოდ ეს საწყისი ეტაპი მიეძღვნება წინააღმდეგობის დაძლევის ასპექტს, მიმართულებას. და შევეცადოთ ბევრი მხრიდან, რამდენიმე მხრიდან დავინახოთ ეს საკითხი, რაში გამოიხატება, რაში მდგომარეობს. გუშინ შევქმნით ესეთი დავარქვათ ამას, ერთმა ადამიანმა მომწერა და მე კომენტარა, რომ ესო როგორი სწორხაზოვანი და ესეთი ხისტად გამოიყურებაო, მე მომგვალებული ფორმები გვარს. ნეიროგრაფიკაში დასწრებით. ანუ ყველა ის რაღაც ფიგურა, რომელსაც ჩვენ ვქნით, რაღაც ნახატის სახით. კონკრეტული ნახატის სახით, მაგალითად პირამიდა. ეს უკვე არის რაღაც კრეატურა, ანუ ეს არის უკვე რაღაც სტრუქტურა ინფორმაციული, რომელიც ბევრი ელემენტისგან შედგება, ანუ ინფორმაციის მატარებელი კოდებია, გამოსახულებები უკვე, რაღაც ფიგურები, კონკრეტული ფიგურები. ეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო? ეს არის ნეირონული ქსელის ძალიან მაქსიმალურად არა ამას დეტალიზებული შეიძლება, მაგრამ დეტალიზებული მონაკვეთია ნეირონული ქსელის, ანუ ფაქტობრივად ნეირონის დონეზე ინფორმაციის ჩაწერასთან გვაქვს საქმე, ნეიროკოგნიციასთან ვმუშაობთ ახლა ჩვენ. ნეიროკოგნიცია მოიცავს იმას, რომ ადამიანი აკვირდება საკუთარ ფიქრებს და აზრებს, მაგრამ ამის გარდა ნეიროკოგნიცია მოიცავს საკუთარ თავზე მუშაობას. ანუ რაღაც უნდა იშრომო, მიზნები დაისახო, მერე ჩატვირთო საკუთარ თავში, შემდეგ ეს უნდა განახორციელო. ეს მეგობრებო, არის ერთი მონაკვეთი უჯრედის, ნეირონული უჯრედის დონეზე ინფორმაციასთან ვმუშაობთ და საკუთარ თავში ვტვირთავთ. მე ხო ჩემი მიზნებს ვარ დავაზრდ, თქვენი მიზნები უნდა ჩატვირთოთ ამ გეგმებში. გუშინ დავხაზეთ ესეთი ერთკვირიანი მიზნის განხორციელების სქემა, გეგმა, სურვილების ტოტი. რისთვის გავაკეთებ? გადავიდეთ ამ საკითხს. ეს არის გზა, ერთკვირიანი გზა, ხო? მაგალითად, რაც გვაქვს ერთკვირაში გასაკეთებელია, კონკრეტული მიმართულებით წავედით, მაგალითად, ხელშეკრულება მაქვს გასაფორმებელი, პირობითად ვამბობ, ეს არ არის ჩემი რეალური მიზანი, ვამბობ იმას, რომ რაღაცა პროექტი გვაქვს მისაყვანი ბოლომდე, რაღაც ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენთვის სასურველი პირობებით. ხო? ეს უნდა განხორციელდეს ორ შაბათიდან პარასკევის ჩახვით და ვჯდები, თქვა, შაბათს საღამოს ან კვირა დღეს და ვიწყებ მუშაობას ერთი კვირით შედგენით, ეს გზა უნდა შევადგინო, სად რომელ იმას გავაკეთებ რა, ასე ვთქვათ, მოქმედებას. ვის უნდა დაურეკო, ვის უნდა შეუთავდო, ვის უნდა შევეკითხო, ვისთან კონსულტაცია გავიარო, ვისთან მოველაპარაკო, ვინ უნდა წავიყვანო შეხვედრაზე, როგორი ვთქვათ, მანამდე რაღაც ოფერი გაუგზავნო, რომ იმან განიხილოს და დღეების მიხედვით ორ შაბათს ამას ვაკეთებ, სამ შაბათს ამას ვაკეთებ, ვთქვათ, 5 ნაბიჯი გვაქვს, 5 ნაბიჯია გასაკეთებელი, იმისთვის რომ პარასკევს ეს ხელშეკრულება დაგვირგვინდეს ხელმოწერით ისეთით, რომელიც ჩემთვის მისაღებია ჩემი პირობებით, ჩემთვის მისაღები პირობებით. აი ამ კვირაში, აი ამ მიზანს უნდა მივახციო და ვანაწილებთ და ვხაზავთ ესეთ სქემას. სურვილების ტოტი ქვია ამას. პირობითად რაღაც გულწრფელობთ ისე და. ორ შაბათი, სამ შაბათი, ოთხ შაბათი, ხუთ შაბათი და პარასკევი, ანუ 5 დღეზე 5 თითო ნაბიჯს ვანაწილებთ სიმბოლურად, რა შეიძლება თქვენ შემთხვევაში თქვა 10 იყოს, მაგრამ ნუ მე პირობითად 5 ვარ. ახლა გუშინდელის მერე მე ავიღე და მაგალითად აი დაახლოებითი, ახლა აქ არ არის ჩემი ნამდვილი სამთვიანი სქემა, მაგრამ აი დაახლოებით სამთვიანი სქემა გავაკეთე. მოვამზადე ახლა დღევანდელი ჩვენი ვიდეოსთვის ესეთი სამთვიანი სქემა და აი ესე გამოიყურება. აი ესე გამოიყურება. აი ეს არის სამთვიანი გზა პირობითად, იმიტომ რომ ამაში შევიდა ეს გუშინდელი ტოტიც. აი ეს გუშინდელი ტოტი, აი აქ არის, აი ეს მონაკვეთი. აი ეს გადმოვიდა აქ. ხო? ანუ, ნახეთ, რაც უფრო დიდი პერიოდისას ვადგენთ, მით უფრო პატარავდება და საბოლოო ჯამში ეს ჩვენი გზა, ხო, ასე ვთქვათ, ერთი მთლიანი გზა შეიძლება აი აქ ესეთი რაღაც ფეხილი იყოს, მიხვეული, ესეთი მიხვეული მოხვეული არ უნდა იყოს.
ესე მუშაობს ეს ტექნოლოგია. თუმცა რაღაცა შეიძლება გვერდზე გაუხვიოთ, აქეთ გამოუხვიოთ, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვთქვათ დაუახლოვდეს შეიძლება იმ რეალურ გეოგრაფიას, როგორც მოვდივართ ხოლმე, მაგრამ არ უნდა იყოს აი ესეთი რაღაც ჩახოვებულები რა. აი ესე გამოიყურება ერთი სიტყვით და აი ეს ერთკვირიანი ტოტი არის აი ამ სამთვიანზე აი ესეთი. აქ აი ესეთი მონაკვეთია. ხო ხვდებით ესე როგორი დანიშნულება აქვს, რაც უფრო დიდ პერიოდზე ვანაწილებ, თქვათ 3 წლიანი სხვანაირად გამოიყურება, 10 წლიანი სხვანაირად გამოიყურება. არიან ადამიანები, რომლებიც 20 წლიანებსაც ადგენენ და ესე ანუ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ზოგიერთი კომპანიის დირექტორს 25 წლის მერე როგორ გამოიყურება მისი კომპანია, ისიც კი აქვს გათვლილი და ხედვა. ანუ ეს არის ხედვა, ეს არის გზა, ეს ჩვენი ხედვა. ვიჟენი არის, რაც ეძახიან და ჩვენ ვქნით ამას. ეს ხისი შემოთავაზებულები, ხო, არ უნდა აწყობდეს ინდივიდს, ინდივიდუალურ, ანუ პერსონას, ადამიანს, მის პიროვნებას არ შეიძლება აწყობდეს სხვისი შემოთავაზებული ხედვები, თუმცა შეიძლება საერთო საზოგადოებრივ სოციალურ ხედვებში მონაწილეობდეს, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ყველას უნდა ქონდეს მაინც მისი ხედვაც უნდა გააჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს აი სოციალური ამაზე გადავალთ, როგორ უნდა ემთხოვდეს, როგორ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, შერწყმული ჩვენი ხედვა სოციალურთან, საზოგადოებთან, ამაზე შემდგომში გადავალთ. სამთვიანი ესე გამოიყურება, ეს ახლა ჭირდება ჯერჯერობით, ეს გადავდეთ, ეს დიდხნიანები, მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ. ახლა რისთვის ჭირდება ეს ჩვენ რა არის ეს აი ეს ერთკვირიანი, ხო, ხელშეკრულებას ვაკეთებთ. 5 ნაბიჯია გასაკეთებელი, რომ მიზანს მივახციოთ, ანუ გეგმა, სტრატეგია დაალაგებულია აი ამ მიზნის მისაღწევად. ვიღებთ ახლა ჩვენ ამ 5 ნაბიჯს და ჩამოვწერთ 5-ს. ეს არის შეხვედრა, ვთქვათ, ზარი ვიღაცასთან, ვთქვათ, კონსულტაცია ვიღაცასთან, ანუ თქვენ რაც გაქვთ ჩაფიქრებული, იმის და მიხედვით რა. შეიძლება ეს 7 იყოს, ან 14, ან 10, მაგრამ ნუ ახლა 100 ადვილისთვის ვამბობთ 5-ს. ახლა მე თქვენ შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ტექნიკას, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, ანუ არსებობს ესეთი ცნება მანდალა. მანდალა ხომ ის როგორ იხატება? ანუ ერთი ფენა, იხატება ჯერ ერთი ფენა, რაღაც გამოსახულება, ორნამენტებია და სხვადასხვა ნეიროგრაფიკული ნახაზი, შემდეგ დგომ მეორე და ერთი მეორეს ზემოდან ედება ეს ფენები. და საბოლოო ჯამში გამოდის ეს გამოსახულება, რომელსაც ეწოდება მანდალა და ეს უძველესი ტექნოლოგიაა საკუთარ თავთან მუშაობის და ამბობენ რომ ეს არის მე, ანუ ჩვენ ვართ ეს მანდალა. ახლა ჩვენ აქ მანდალას კი არ ხატავთ, უბრალოდ აზიარებ ახლა მე მიზნის იმ მოდულად გადაგქცევის ტექნიკას, რომელსაც შემდგომ აი ამ გზაზე გამოვიყენებთ, აი ამ ერთკვირიან მიზნის მიღწევაზე. საჭიროა დაიტესტოს ჯერ ძალიან ბევრ შემთხვევაში რაღაცას შეცდომას უშვებთ, რაღაც და იმისთვის რომ სწორად გამოვიდეს ნაბიჯები, სწორად გადავდგათ და ეფექტური იყოს, შედეგიანი იყოს. ზოგჯერ რაღაც ისე არ გამოდის ხოლმე როგორც ჩვენ გვინდა. უარყოფითი შედეგით შედეგია, მაგრამ ჩვენ გვინდა დადებითი შედეგები, ეს მინუსები პლუსებად უნდა ვაქციოთ, ამიტომ ვმუშაობთ ახლა ამაზე, ხო? სწორედ ამას ეძღვნება. რას ვაკეთებთ შემდგომი ნაბიჯი რა არის? ვიღებთ ჯერ ერთს, ხო დავწერეთ აქ ციფრები და გვერდზე მივუწერეთ დასახელებები. პირველი ზარი ვიღაცასთან, მეორე შეხვედრა ვიღაცასთან, მესამე კონსულტაცია ვიღაცასთან, მეოთხე პარტნიორთან მოლაპარაკება, რომ წამოყვეს შეხვედრაზე ხელშეკრულების მოსაწევად. და მეხუთე რაღაცა კიდევ პირობების შეთანხმება და ასე. ტექნიკურად ესე გამოიყურება, მეგობრებო, რომ ესე იგი არ უყურებ ნახატს და მარცხენა ხელს ადებ აი ამ ციფრებს, რომელიც დავწერეთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, ხო? და პირველს რომ ადებ და ეკონტაქტები, ხო, უკვე შენ ინტუიციურად იღებ ამას, ფსიქოლოგიურად ხდება ეს და არა რაღაც ჩათო ექსტრასენსურ რაღაცებთან არ არის ეს კავშირში, არის ფიქრობთ ესეთი რაღაცა, უბრალოდ საჭიროა რომ ადამიანმა ეს გააკეთოს იმისთვის, რომ ეს შეიგრძნოს როგორ ხდება პრაქტიკაში და თეორიულად არა. ვადებთ, გნებავთ თქვენ მიადებთ ამას, მაგრამ საჭიროა რა არის გაკეთება, რომ უთქმელად ადამიანმა იყუროს პირდაპირ
შეეცადოს უნდა ადამიანმა რომ მაქსიმალური ტაქტილური კონტაქტი კონდეს ამ მის დაწერილთან, მის შემოქმედებასთან და რაც ეხლა ჩავწერეთ ეს ჩვენი შემოქმედებაა, რაც დავწერეთ რაღაცა. პირობითად ვამბობ და შეეხება კონდეს ამასთან და რას აკეთებს? მეორე ხელით, ხო? აქ ფურცელზე კითხულობს ამ ინფორმაციას პირველ მიზანს, მაგალითად, უნდა ორშაბათს 12 საათზე უნდა დავრეკო თარჯიმანთან იმისთვის რომ შევთავაზო რომ წამოყვეს პარასკევს შეხვედრას, მაგალითად, რა. და აი ეს ხო ნაბიჯია, ეს ხო მიზანია ერთ-ერთი, რა, ანუ ეს გეგმის ნაწილია, მაგრამ ესეც მიზანია, ხო? ამიტომ ამ პირველ მიზანს უბრალოდ ხატავს ესე ცარიელ ფურცელს. იაზრე ამის პარალელურად ხატავ ამას. გააჩერა ხელი. მერე მეორე და ამაზე ზემოდან ახატავს. მერე მესამე. მერე მეოთხე. ეს შეიძლება ნელა იყოს, შეიძლება დიდი წინადადება იყოს. არ უნდა გაჩერდე, ხელი არ უნდა აიღო და იხატება ზემოდან ქვემოთ. ანუ გნებავთ კონკრეტულად შეასრულეთ და დახატეთ რამე ფიგურა. გნებავთ უბრალოდ შტრიხები გააკეთეთ. და მეხუთესაც დაიტანთ. ანუ საბოლოო ჯამში რაღაც გამოსახულებამდე მივდივართ. არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ამ წუთას როგორი ფორმის იქნება ეს. ეხლა უბრალოდ მაგალითისთვის ვაკეთებ, თორე როდესაც ჩემს ნამდვილ მიზანს თან მუშაობ, ხო? ამ გამოსახულებას ვცდილობ მაქსიმალურად ჩემთვის მისაღები შევქმნა რა. ეხლა გამოვიდა პირობითად ესეთი რაღაცა, ხო? შეიძლება სხვა დროს ანუ სხვანაირი გამოვიდეს. შეიძლება ესეთი გამოვიდეს. არ გაგიკვირდეთ, შეიძლება რაღაცა გაფანტული გამოვიდეს. არ აქვს მნიშვნელობა მაგას. თავარია რომ რაღაც გამოსახულება მივიღოთ. ერთი ფენა მეორეს დაედოს და ვიღებთ რაღაც კონკრეტულ გამოსახულებას, ხო? რისთვის შეიძლება ეს? შემდგომ ვიღებთ აი ამ გამოსახულებას, რაც ამაში ეს არის ახლა აი ეს 5 ნაბიჯი, 5 მიზანი ერთ გამოსახულებას ჩატყეული. ვიღებთ აი ამ გამოსახულებას, შემდგომ ონებაში ვიმახსოვრებთ, როგორიც არის, უყურებთ, იქნება რამე ხო ვამბობ, როდესაც აი ახლა მე ეს ძალიან პირობითად გავაკეთე რა. როდესაც ნამდვილად აკეთებ ამას, ხო რაღაცას მიიღებ რა. ეხლა ჩვენ ლაივში რო ვიყოთ ამაზე სხვანაირად ვიმუშავებთ. ამ გამოსახულებას ვიმახსოვრებთ და აი გუშინ რომ შევასრულეთ და დავხატეთ ის გზა, ვიდიანი თავის სხივებით და რაღაცებით ვაყენებთ იმ გზაზე და ვამოძრავებთ. ანუ მიყვავს გონებრივად წარმოსახვით ვამოძრავებთ. სად შედის რომელ ამ განშტოებაში ადვილად შევიდა, რომელ განშტოებაში გაუჭირდა, რომელ სხივში წავიდა ადვილად, რომელ შეწევდა. საერთოდ როგორ მიდის აღწეროთ თუნდა ეს. როგორ მიდის ეს მიზანი ამ კვირის გზაზე. ჩათვალეთ მედიტაციასაც არის, მაგრამ ამ დროს აუცილებელია დააკვირდეთ იმ წინააღმდეგობას, რომელიც შეხვდებათ გონებაში. თუ დროში უჭირს, ანუ ძალიან რთულად გადაადგილდება. აი ბუნებაში თუ უფრო წავიდა და აქეთ რაღაც ურბანულად დაგეგმილ ზონაზეში უფრო რთულად გაიარა გონებაში აი ამ გამოსახულებამ, ხო? ამას ყველაფერს აქვს თავისი ახსნები და ამ ყველაფერზე არის სამუშაო. სად დაგეძაბა გონება იმისთვის რომ კარგად წასულიყო. შეიძლება ხავერდოვნად ესე ნელ-ნელა რაღაც გაცუროს თქვენმა აი ამ მიზნების ნაკრებია. ეს არის კონცენტრირებული გამოსახულება, სადაც ინფორმაციულად ჩატეულია აი ის აუცილებელია ეს შესრულდეს შვიდგარემოში, აუცილებელია ეს შესრულდეს მთელი ჩართულობით. თუ ხელს არ დაადებთ ეხლა და რაღაც ამის აუცილებლობა კი არის, უბრალოდ უნდა წარმოიდგინოთ რომ მარცხენა მხრიდან შემოდის ინფორმაცია და მარჯვენა მხრიდან ამისი კონვერტირება ხდება უკვე გამოსახულებაში, იფუთება. ჩვეულებრივი მომენტია ეს. და
ვიმეორებ, ეს შეიძლება ესეთი შტრიხები არ იყოს, ეხლა უბრალოდ რომ ჩქარად დამეხატა მაგიდან, თორე ზოგჯერ ვცდილობ რაღაც განსაკუთრებულად მაინტერესებს როგორი გამოვა, ინტუიციურად არ უნდა უყურო. თუ შეხედე უკვე აკონტროლებ შენ თვითონ შენს ხელს, მაგრამ როდესაც არ უყურებ და ესე აკეთებ, ეს ინტუიცია მუშაობს და შეიძლება საინტერესო გამოსახულება გამოვიდეს. რო გაგიკვირდეთ კიდევაც. ამას იღებ და უშვებ, ანუ თუ უჭირს სიარული, ესე იგი აქ თუ უჭირს სიარული, ყველაზე სერიოზულ კრიტერიუმს ვიტყვი ახლა და დანარჩენზე ვიმუშავებ თანდათანობით. თუ უჭირს გადაადგილება ამ გზაზე, ხო? ძნელად რთულად მიდის. ესე იგი აი ამ ნაბიჯებში დროის მომენტები არასწორად არის დაგეგმილი, ანუ არ ეთანხმება თქვენი ინტუიცია რაღაცას, ან კიდევ არასწორად არის თანმიმდევრო დაგეგმილი და ლოგიკა არ ეთანხმება ამას. და ამიტომ თქვენ ფსიქიკას უჭირს გადაადგილება. ანუ ჯერჯერობით ეს ორი კრიტერიუმი გამოგვადგება, იმიტომ ძირითადად ესე ხდება. თუ ხავერდონა წავიდა, აი სადაც გადავკვეთეთ, თუ ყველგან შედის ეს გამოსახულება, წარმოსახული. დააკვირდეთ რომელიმე სხივში უჭირს თუ არ უჭირს, თუ კარგად შეიძლება ზოგში შედის, ზოგში არა და ეს უნდა აღწეროთ. ეს უნდა ჩამოწეროთ. თუ კონკრეტული რაღაც შეკითხვები გექნებათ, ან მომწერეთ, ან დააკომენტარეთ, როგორც გენებოთ, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ყურადღებისთვის. მომდევნო შეხვედრამდე.